დღეს 26 მარტია, გურამ დოჩანაშვილის დაბადების დღე. მას დღეს 86 წელი შეუსრულდებოდა. შემოგვიერთდა პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენგელია. დილამშვიდობის ქალბატონ ქეთევან, მოგებას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. თქვენ შეგვახსენეთ უფრო მეტად ახლოს გაგვაცანით ბატონი გურამი, როგორი იყო მისი პიროვნება, როგორი იყო მისი შემოქმედება. მივესალმები დიდი პატივისცემით და სიყვარულით ჩვენს დღევანდელ მაყურებელს. რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურისთვის და ქართული კულტურისთვის ძალიან ბედნიერი დღეა დღეს, იმიტომ რომ საუბარი გვაქვს ქართული ლიტერატურის კლასიკოსზე. ბატონი გურამი იყო ძალიან ბედნიერი როგორც ავტორი, ტრაგიკული როგორც პიროვნება, ვიცით მას შვილი გარდაეცვალა, მაგრამ როგორც ავტორი და როგორც მწერალი ბედნიერი გახდათ, იმიტომ რომ ის სიცოცხლეშივე ჩაიხუტა თავისმა მშობელმა ხალხმა, იმ სამშობლომ, რომელიც მას ასე ძალიან უყვარდა. ახლა ამას რატომ ავღნიშნავ? არიან მსოფლიო კულტურა იცნობს ისეთ ადამიანებს და ისეთ მწერლებს და ავტორებს, რომლებიც მოღვაწეობდნენ, მაგრამ თავისი ქალაქისთვის მისაღები არ გახდნენ, ისე წავიდნენ ამ ქვეყნიდან, რომ მისი სახელი არავის არ უხსენებია. აი გავიხსენებ ლადო კოტეტიშვილს ამ ბოლო წლებში გაჟღერდა, ბოლო 20 წელში თორე სიმბოლისტებს ეკუთვნოდა დანტე ალიგიერს, რომელიც ფლორენციამ არაფრით არ დაიბრუნა. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ ავტორს, ბატონ გურამს, არაჩვეულებრივს თბილ პიროვნებას, გარდა იმისა, რომ დიდი მწერალი იყო ის, როგორც სიკეთე გადმოდიოდა რა მისი თვალებიდან, აი ეს პატივი ერგო თავისი მშობელი ხალხისგან და ის წავიდა როგორც ბედნიერი ავტორი და ბედნიერი მწერალი. ახლა ცხოვრების გზა როგორი ჰქონდა მას? თბილისში დაამთავრა სკოლა, შემდეგ აბარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე. 1962 წელს ის ამთავრებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და უკვე არქეოლოგიურ გათხრებში იღებს მონაწილეობას. იქ დადის 20-მდე ექსპედიციაში მონაწილეობდა. ხა მას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ არიან ორგვარი ავტორები, ერთი რომელიც მთლიანად თავის შემოქმედებას უძღვნის თავის თავს და მეორენი შემოქმედებას უძღვნიან თავს და აგრეთვე საზოგადოებრივ და ზოგად საქმიანობასაც ის დაკავებული იყო ამ საკითხებით და შემდეგ უკვე არის 1975-85 წლებში ნათობის ჟურნალ ნათობის ცნობილი ჟურნალი იყო მოგეხსენებათ განყოფილების გამგე, პროზის განყოფილების გამგე. შემდეგ საქართველოს მწერალთა კავშირის პროზის მიმართულების ხელმძღვანელი გახდათ ის. მერე უკვე ქართული ფილმის მთავარი რედაქტორი გახდათ და იქ მუშაობდა, იქაც პროზის მიმართულებით სასცენარო განყოფილებას ხელმძღვანელობდა. ასე რომ ის დაკავებული აქტიური მოქალაქე გახდათ, ამიტომაც დაჯილდოებული იყო მერე სხვადასხვა ჯილდოებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ვაჟა-ფშაველას პრემია, რომელიც მას მიენიჭა და საპატიო მოქალაქის წოდება, რომელიც მას მიენიჭა. ოჯახთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას ქალიშვილი და შვილიშვილი ყავდა და არაჩვეულებრივი მეუღლე ქალბატონი ნათელა, რომელიც ვფიქრობ გამორჩეული მეუღლის სტატუსი შეიძლება მივაკუთვნოთ მას, ის სუნთქავდა იმ ჰაერით, იმ გარემოთი ბატონ გურამს რაც შეეფერებოდა და იცით რა მახსენდება ქალბატონი ნათელას ცხოვრების წესიდან გამომდინარე ლიტერატურული სახელოსნო ჰქონდა ასეთი ახალგაზრდა მწერალთა წრე უნივერსიტეტში და რაღაც პერიოდი მეც ხელმძღვანელობდი ქალბატონი ნათელას საოცარია, მაგრამ ესწრებოდა იცით და ის სულ აინტერესებდა ვინ მოდიოდა მომავლიდან, ახალგაზრდა მწერლების ბედი. ეხლა ადამიანს ამხელა მწერალი ყავს სახში, ხომ? და უკვე ეს გზა თითქოს ერთხელ ერთად გაიარეს, არა, ის დაინტერესებული იყო, მაინც რა ხდებოდა მომავლის, ასე ვთქვათ, გზებიდან და ვინ შემოდიოდა ლიტერატურაში და ეს საოცრება იყო ჩემთვის, რომ ხედავდი, რომ დოჩანაშვილის მეუღლე შემობრძანდებოდა და ესწრებოდა ახალგაზრდა პოეტების განხილვას. რთული ალბათ ხომ იყოს ამ ხელა მწერლის ადამიანის, ცნობილი ადამიანის მეუღლე. რა თქმა უნდა, მით უმეტეს რომ ბატონი გურამი არაორდინალური ხასიათის პიროვნება გახდათ. სხვათა შორის ძალიან მორწმუნე, ყველა მიცის და
კეთილგანწყობილი ყველა კეთილი საქმის მიმართ, ადამიანების მიმართ პირველ რიგში ეს მის შემოქმედებას უპირველეს ყოვლისა ძალიან კარგად ეტყობა, სამშობლოს მოყვარული და თავის საქმისთვის თავდადებული, მთლიანად ეკუთვნოდა ლიტერატურას და ასეთი პიროვნების მეუღლე რომ ხარ, ძალიან ბევრი რამის მოთმენა და შენი სურვილების უკან დახევა გიწევს. რა თქმა უნდა და ამას ქალბატონი ნათელა ძალიან კარგად უძღვებოდა. რა თქმა უნდა, ქალბატონ ნათელას და თავისთავად ძალიან ხელი შეუწყობდა ბატონ გურამს და თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონდა ოჯახს ბატონ გურამისთვის, ამაზე არაერთხელ თქმულა და თქვენც აღნიშნეთ ქალბატონ ქეთი და ასევე თქვა ის, რომ ძალიან მორწმუნე იყო ბატონ გურამი, ამას ისიც მოწმობს მისი სიცოცხლის ბოლო პერიოდი მონასტერში იყო და მუშაობდა კიდევაც იგი სამებაშიც და შესაბამისად ძალიან დიდი კვალი დატოვა მრევლში, ვისთანაც კი მას ჰქონდა ურთიერთობა და არა მხოლოდ იმ მრევლში, არამედ ყველასთვის, ვისაც კი წაკითხული აქვს მისი თუნდაც ერთი ნაწარმოები, დარწმუნებული ვარ, რომ შეიცვალა მისი დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ, ადამიანების მიმართ, სამშობლოს მიმართ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი რაც ახლა დავასახელე მის შემოქმედებაში ფესვგამდგარია და შესაბამისად თითოეულ მათგანზე გვაფიქრებს მისი ესა თუ ის ნაწარმოები. თვითონ გამოდის 1961 წელს პირველი მოთხრობებით ლიტერატურაში შემოდგამს ფეხს, ცისკარში იბეჭდება. მაშინ მოგახსენებათ, არც ინტერნეტი იყო და არც რაღაცა ზოგადი სივრცეები, სხვა სივრცეები, მხოლოდ ჟურნალი, გაზეთებით უნდა შემოგედგა ფეხი ლიტერატურაში და აიწყება მისი ნაწარმოებების ბეჭდვა. 1966 წელს გამოდის მისი პირველი კრებული, 68 წელს მეორე მოთხრობების კრებული, პირველს მთასიკით ერქვა და შემდეგ უკვე 70-იანი წლების შემდეგ ჩვენ უკვე არაჩვეულებრივ ნაწარმოებებს ვიღებთ მისაც, თუმცა პირველი გამოჩენისთანავე მე ვთქვი და ვიმეორებ, იქცევს ის ყურადღებას და ხდება იმ წუთასვე მისაღები, იმ დღიდან მისაღები მკითხველისთვის, როდესაც მისი ნაწარმოებები გამოქვეყნდება და ვიცით რომ ცხოვრების ბოლო წლებამდე აქტიურად გამოდის მისი ნაწარმოებები და ხა სამოსელი პირველი როგორ გაჟღერდა ვიცით, რამხელა ნაწარმოები, რამხელა რომანია, სპექტაკლებათაც გაკეთდა ის და ძალიან ბევრი მისი ნაწარმოები ტელესპექტაკლად იქცა. რაც შეეხება ხა ქალბატონ ქეთი, ვიდრე გააგრძელებთ, დაუცლებად მინდა გკითხოთ, რადგან მის შემოქმედებაზე ვსაუბრობთ უკვე, განსაკუთრებულად შეიყვარა მისი ყველა ნაწარმოები მკითხველმა, ბუნებრივია მთელმა საქართველოს. აი ძალიან საინტერესოა, რა იყო მისი დამახასიათებელი ნიშანი მის შემოქმედებაში, რა ენით და რა ხერხით წერდა ის, რისთვისაც ყველასთვის რომ გასაგები და საყვარელი იყო მკითხველისთვის. გამორჩეულად შეგვიძლია ჩვენ ვახსენოთ აი ამ მიმართულებით კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, ან ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება. ეს ორივე სხვათა შორის ტელესპექტაკლებად არის ესე იგი გაკეთებული კანდელაკის, ზურაბ კანდელაკის მიერ და არაჩვეულებრივი გამოვიდა და რატომ ახლა თქვენ კითხვაზე პასუხის გასაცემად, რატომ მოვიშველი ეს სპექტაკლები? დიალოგები აქვს იდეალური. სიბრძნით და ამავდროულად იუმორით სავსე. საოცარია მისი მწერლური განაცხადები, რაც ხიბლავს, რაც გიჭერს და გამახსოვრებს. ეხლა მწერალი იმითაც გამახსოვრდება, თუ მისი პერსონაჟი არასდროს არ დაგავიწყდა რა, არიან მწერლები, აი ნაწარმოებს წავიკითხავთ ჩვენ, თითქოს კარგია, ყველაფერი რიგზეა, სიუჟეტიც, ფაბულაც, ვთქვათ, მხატვრული სახეები, აბსოლუტურად ყველაფერი, მაგრამ გადის დრო და მისი პერსონაჟები ჩვენ არ გვახსოვს. აი რაც შეეხება გურამ დოჩანაშვილის პერსონაჟებს, ეს არის დაუვიწყარი. როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს ვასიკო და მისი კლიმი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, აქედან მამობთ. როგორ შეიძლება დაგვავიწყდეს მისი საცოლის გახსენება მის მიერ, ის იხსენებს საცოლეს, რომელმაც მიატოვა ვასილი. და გაყვას ხვას და
პერსონაჟი ნატრობს რომ ნეტა სხვას გაყოლოდა ყოფილიყო ვინმე ან ბუღალტერი ან სათვალიანი მუსიკოსი ან მათემატიკოსი და ბნეული მათემატიკოსი არა გაყვა ზუსტად თვითკმაყოფილს როგორც მე არ მინდოდა და როგორი სიტყვითი გათამაშებები აქვს მას არა ამაში იყო ის ძალიან ძლიერი ამით ხიბლავდა ის ყოველთვის მკითხველს რომ მიდიოდა ის ადამიანური დიალოგი ურთიერთობა ერთმანეთთან დიახ ლაპარაკი რომ მიდიოდა ის და შესაბამებოდა სიტყვა ისფერი და გვერდზე მიდიოდა კაცი რომლის შინაარსიც იყო გავძეხი და მე ვიდექი გვერდზე როგორც სიტყვა მაშასადამე ხა ძალიან ლამაზად იხატება აქ სიბრძნეც არის, იუმორიც არის, ტკივილიც არის, რასაკვირველია. არ არის მისი განაცხადი, რომელსაც ტკივილი არ დაყვება თან და მიუხედავად ამისა ის ახერხებს, რომ და ასე ვთქვათ, გაგაცინოს მაინც და გაგაღიმოს და რაღაცა შეგვახსენოს ადამიანისთვის დღეა. აი ამავე ნაწარმოებში ძალიან კარგად არის, აქაც რა თქმა უნდა იუმორია გარეული, როდესაც მათემატიკას და ლიტერატურას ადარებს ერთმანეთს. საუბრობს იქ სერვანტესის დახასიათება არის თუ როგორ გამოიყურებოდა ის და რას წარმოადგენდა და როგორ ქუჩაში კი არ ასახელებს ავტორს, მაგრამ ქუჩაში თუ დგასო ორიო და ეს დიდებული ადამიანი და კიდევ გვერდი თუ დგას მეორეო, როგორ შეიძლება ერთს მიუმატოთ ერთი იყოს ორიო და ესეც ერთი იყოსო. იგულისხმება სერვანტესი და იყოს ისიც ერთიო. აი ასეთი სიტყვად გათამაშებები აქვს მას და ძალიან დიდი სითბო, რაც მთავარია, აი ძალიან დიდი სითბო ნაწარმოებში სითბო დაყვება, იმიტომ რომ როდესაც ვასილი საუბრობს განათლების თემაზე ბოლოს ნაწარმოები თავდება იმით რომ კლიმისგან რა უნდა გამოვიდეს აი იქ უკვე იდეა და მორალი ჩანს ტენდენცია რომელიც თქვენ მკითხეთ მიმართულებები ხო აი ეს ამბობს რომ სრულიადაც არ არის საჭირო ფინანსურად რამე გამოვიდეს ქვეტექსტი იგულისხმება ამაში ამას პირდაპირ კი არ ამბობს მაგრამ ჩვენ ავსწრებით იმიტომ რომ ის ხდება უფრო უკეთესი ყოველი წიგნის წაკითხვისას და ის გამოდის კლიმი ანუ მოაზროვნე ადამიანი ეს იყო იდეა ძირითადად ამისკენ მოუწოდებდა ამ ნაწარმოებში გურამ დოჩანაშვილი ახალგაზრდებს და რა არის იცით ეს უკტავი ნაწარმოებია და მარათანამედროვე იქნება იმიტომ რომ წიგნისკენ რომ ესე იგი მივახედოთ ახალგაზრდები, აი სწორედ ესეთი ნაწარმოებები არის საჭირო, როგორ ჩამოთვლის არა ჟიულ ვერნიდან დაწყებული ვთქვათ დიკენსით დამთავრებული კლასიფიკაციას მწერლებისას არაჩვეულებრივი და ორიგინალური, აი ორიგინალური ხედვა თქვენ რაც მკითხეთ, რაშია საქმე კიდევ რომ პრობლემა და თემა შეიძლება ორიგინალური არ იყოს, იმიტომ რომ ყველა თემა გავლილია, მაგრამ ორიგინალურად რომ მოგაქვს ეს საკითხები მწერალს მკითხველამდე და ორიგინალურად დასმა პრობლემისა ეს ძალიან დიდი ოსტატობაა და იქ არცერ ლუქსები არის ამისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მაგალითი როგორ დაამწყდებს იმ ადამიანებს რომლებსაც წიგნი არ უყვართ რომლებიც ქუჩაში დაყიალობენ უაზროდ რომლებსაც საქმე არ აქვთ არავითარი და როგორ ეყოლება განცხრომაში აბსოლუტურად ხო საუზმეა ვახშამი აბსოლუტურად ყველაფერი მიერთმევათ მათ ოღონდ წიგნი წაიკითხონ ოღონd განათლება მიიღონ და ოღონდ გახდნენ უფრო უკეთესები ვიდრე ისინი არიან ასე რომ ეს უკტავი ნაწარმოებია და მე ვფიქრობ დროსაც გაუძლებს და ყველა დროსაც იგივე შეიძლება ითქვას კავდამკეთება რეჟისორებისთვის რამდენად საინტერესო იყო თქვათ მისი შემოქმედება ვახსენთ ტელედადგმები ასევე რადიო დადგმებიც ხო და აი დღევანდელი გადასახედიდან თანამედროვე ყოფაში და ცხოვრებაში რეჟისორებისთვის რამდენად კარგი მასალაა სამუშაოთ ასე ვთქვათ და ზოგადად საზოგადოებისთვის რომ მივაწოდოთ ეს საკვები სულიერი ასე ვთქვათ რომელიც ბატონ გურამის შემოქმედებაში გაჟღენთილია იცით რა და აი ეს ჩვენ ვახსენეთ სამოსელი პირველი ეს შესანიშნავად შედგა
რადიო პიესა გაკეთდა ლიტერატურული კითხვა, ასეთ შეიძლება დავარქვათ, მაგრამ ის დანარჩენი პიესებიც მისი იმიტომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი მათი შექმნა, რომ ამგვარადაც გურამ დოჩანაშვილი ძალიან ახლოს მიდის მსმენელთან და მკითხველთან. დიალოგი აქვს იდეალური და იქ სადაც დიალოგი იდეალურია, თითქმის პიესად ქცევა არც სჭირდება ნაწარმოებს. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება. ეხლა როდესაც იქ მოგზაურობს გრიშა და იმისთვის არის ეს კაცი გრიშა კი არ მაპატია ჩალვა და იმისთვის არის მოწოდებული რომ სამშობლო დაანახოს უგუნურ კაცს, რომელსაც არ სკივა სამშობლო, ერთი სული აქვს, როდის გაფრინდება უცხო მხარეში და მას აქვს დიდი სურვილი რომ დაანახოს როგორ ამოდის მზე თავის ქვეყანაში ბალახს რა სურნელი აქვს, სტუმარ მასპინძლობა როგორია საქართველოში, როგორ ჩაიყვანს იქ ჭიათურაში და უცხო გლეხს როგორ მიაყენებს ღამის 3 საათზე. აი ამ ყველაფერს ქართულ სინამდვილეს, ქართულ ყოფას, ქართულ სურნელს უნდა რომ აზიაროს, ეს ყველაფერი დიალოგების სახით მიდის. დიალოგებით მიდის ესა რა ქვია, შალვას და სიმას, ეგრეთ წოდებული გერასიმეს ურთიერთობა. ამიტომ ეს გამზადებულია ნაწარმოები, უკვე გამზადებული და ძალიან დიდი ოსტატობაა, როდესაც დიალოგი შეუძლია ასე მართოს მწერალმა. ოჯახს და სამშობლოს ჰქონდა მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი და მნიშვნელობა ამის შესახებაც რომ გითხრათ რა უნდა. აი სწორად ეს არის ეს ნაწარმოები ბოლოს ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება სამშობლოზე, ოჯახს როგორც ემსახურა ის ვიცით ჩვენ და როგორი ერთგული და არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ მეუღლეებს და სამშობლოს თემა როგორ ფაქიზად აქვს გააშღერებული. არიან მწერლები იძახიან სამშობლოს და უპირველესად მოაქვთ, ამით იწყებენ და ამით ამთავრებენ, რამდენს ლაპარაკობს შალვა და როდესაც ეუბნება სიმა, რა რისთვის მომიყვანე აქ, რისთვისო, რას ვერ ამბობო, სიყვარულისთვის მოგიყვანეო და ეს არის ერთი რამის სიყვარული, რომელსაც დაფარვა ჭირდება, იმდენად ფაქიზიაო, იმდენად ნაღდიაო, რომ ამას ესე ვერ გააჟღერებო, ესე იგი მას ძალიან სტკივა, ძალიან უყვარს და ყველა ნაწარმოებში ეს არის თითქმის და მერე უკვე სამოსელ პირველს თუ მივადგებით, იქ უკვე მთელი სამყარო საუფლო, ასე ვთქვათ, ძეშეცდომილი და ბიბლიური მოტივები შემოდის. ამ ყველაფერს ემატება უკვე მთელ სამყაროსთან გაჭრა და ეს ნაწარმოებიც ერთ-ერთი რომანიც უბრალოდ ერთ-ერთი ძალიან სერიოზული და მნიშვნელოვანი არის მის შემოქმედებაში. თუ გვექნება გადაცემის დასაწყისში აღნიშნეთ ქეთევა მიუხედავად მისი პიროვნებისა, მისი ნაწარმოებებისა, ხომ მისი ამ სილაღისადაც იკეთებს ამას საკმაოდ ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა, ხომ მამის შესახებაც რომ ვისაუბროთ, რომ აი მიუხედავად აი ამ სიმძიმისა, მაინც როგორ ახერხებდა რომ ყოფილიყო და დარჩენილიყო ასეთი პიროვნება. ყველაზე დიდი სიმძიმე სამშობლოს გაუბედურების შემდეგ შეიძლება იყოს შვილის გარდაცვალება. ამაზე დიდი სიმძიმე მე მგონი არ არსებობს და მეორე შვილი იყო მისი, ყავს ქალიშვილი ქეთევანი, ქეთო ეძახოდა მას, მერე იყო ირაკლი, ოჯახში ქეთევანი დაბადებული არის 66 წელს, როცა მისი პირველი კრებული გამოვიდა, 2 წლის შემდეგ ირაკლი დაიბადა, სრულიად ახალგაზრდა, ბრმა შემთხვევით, მას არ უავად მყოფია, ახალგაზრდა ბიჭი, 22 წლის თუ არ ვცდები, გარდაიცვალა და დაიბარა კიდევაც რომ შვილის გვერდზე ყოფილიყო დაკრძალული და მთელი ცხოვრება მან ეს ტკივილი ზიდა, ეს ტკივილი ატარა. უგონდა რასაკვირველია იცოდა რომ იქ-ზეციურ სამყაროში რა თქმა უნდა ერთმანეთს შეხვდებოდნენ. სწორედ ამ თემების წამოჭრაც არის მის ბოლო ნაწარმოებში მთლიანი სამყარო, უფალი მამა კი არა, მამა უფალი არის გაიგივებული მამასთან, როდესაც დომენიკო და გვეგვეს ისტორია იწყება უფრო დომენიკოსი და ის მოგზაურობა ამ სამყაროში აქვს მას მერე დაწერილი. აი ჩვენი საუბრის ბოლოს პოზიტიურად დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი შეხვედრა და შევაჯამოთ ერთგვარად
დღევანდელი ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი სიტყვები ახსენეთ წერან ქალბატონ ქეთევან ნაწარმოები, რომელიც არის მარად თანამედროვე. თავად წერალზე მინდა გკითხოთ, როგორ ახერხებს, როგორ შეიძლება მოხერხოს ადამიანმა, რომ იყოს მარად თანამედროვე ყველა დროში, რომ პოპულარული იყოს მისი ნაწარმოები და შემოქმედება. იცით რა არის, ბევრი რამ უნდა უბოძოს უფალმა. აი სწორედ იმ უფალმა, რომელსაც მისი რომანი ეძღვნება ბოლოს და ბიბლიური მოტივები აქვს შეტანილი და ეს ნიჭი შეიძლება გიბოძოს უფალმა, მაგრამ შენ მოიქცე ისე, რომ ეს ნიჭი წაგერთვას. ამის შესანიშნავი მაგალითად დიდი ნიმუში არის ვაჟა-ფშაველას გველი ვჭამელი, იმიტომაც მიხარია, რომ ვაჟა-ფშაველას პრემიით იყო დაჯილდოვებული და იცით რა არის, თავისი ცხოვრების წესითაც, ნიჭთან ერთად. ეხლა ნიჭს უფალი მისცემს ადამიანს, ამას ვერც იპოვი, ვერც იყიდი, ვერც იშოვი, ვერც გაჩუქებენ ხომ? მარტო უფალს შეუძლია ეს გიბოძოს და წაგართვას, მაგრამ მას ეს არ წაერთვა. იმიტომ რომ მან ეს დაიმსახურა როგორც პიროვნებამ, როგორც მოქალაქემ, როგორც მეუღლემ, მამამ, ბაბუამ და სამშობლოს მოყვარულმა კაცმა. ასე რომ გურამ დოჩანაშვილის სახელი ქართული ლიტერატურის საგანძურია და სამკაულიც. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა მოწონებისთვის. დაგემშვიდობებით. შეგახსენებთ სტუდიის სტუმარი გახდათ პოეტი, ლიტერატორი ქალბატონი ქეთევან შენკელია.